ჩვენ ვყოფებით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან, სადაც ეს წუთია გაიმართა ყველაზე მასშტაბური ინტელექტუალური პროექტის ინტელექტის დღე 2013-ის პრეზენტაცია, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ზოგად საგანმანათლებლო სკოლებს შორის ყველაზე ინტელექტუალური პროექტის რასადროდის შეჯიბრს. შარშან ჩავატარეთ 12 მაისის ტურნირი, წელს ცოტა შევწვალეთ, ერთი ადრე გამოვწიეთ, რადგან გამოსდევს სკოლის განმავლობაში არ დამხმარებოდა ტურნირი და ტურნირს ვატარებთ 13 აპრილს 2 საათზე ყველა მუნიციპალურ ცენტრში. აქ იმყოფებიან შარშანდელი პროექტის ორი მთავარი პრიზიორი, გამართ ჩემპიონი 2012 წლის ჩემპიონი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პირველი საჯარო სკოლის გუნდი, რომელიც მოიგო შარშან ინტელექტის დღე და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემის რომელიც პირველი საჯარო სკოლა, რომელიც გახდა ვიცე-ჩემპიონი. ქართული ინტელექტის დღე 13 აპრილს 69 მუნიციპალიტეტში, ყველგან 69 დარბაზში ერთდროულად 2 საათზე ყველა სკოლის გუნდი ითამაშებს რა საადროდის და ჩვენ 13 აპრილს გვეყოლება 69 ჩემპიონი. ანუ ჩვენ გვეცოდინება რომელი სკოლა არის უძლიერესი თავის მუნიციპალიტეტში. 11 მაისს უკვე თბილისში შერატონ მეტეხე პალასი უმასპინძლებს 69 ჩემპიონის ფინალს, რომლის მეშვეობით ჩვენ დავადგენთ რომელი სკოლა არის უძლიერესი მთელს ქვეყანაში. ანუ ვინაიდან 2013 წლის საქართველოს ყველაზე ინტელექტუალური ჩემპიონი სკოლის მოსწავლეებს შორის. მე ვთვლი რომ ეს არის უნიკალური პროექტი, რომლის განხორციელება ჩვენ გვაძლევს საფუძველს, ჩაუყაროთ საფუძველი ჩვენს მომავალს და საბოლოო ჯამში საქართველოს ადრე თუ გვიან აუცილებლად გახდება ყველაზე ინტელექტუალური ქვეყანა მსოფლიოში. პროექტი ინტელექტის დღე წელს უკვე მეორე ტარდება საქართველოში. მასში მონაწილეობას იღებს დაახლოებით 1200-მდე სკოლა, 10000-მდე მოსწავლე. პროექტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს ყველა ქალაქში ერთდროულად 69 ადგილზე სინქრონულად დაიწყება და დასრულდება სკოლის მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური ჩემპიონატი თამაში რასადროდის. ხოლო შემდეგ დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ყველა რაიონის ჩემპიონი, ყველა მუნიციპალიტეტის ჩემპიონი შეიკრიბება თბილისში და ერთმანეთის წინააღმდეგ გამართავენ ინტელექტუალურ ბრძოლას საუკეთესო გამოსავლენად. გამარჯვებულები მიიღებენ ფულად პრიზებს, დიპლომებს, საჩუქრებს და გარკვეულ სიურპრიზებს, რომელსაც მოგვიანებით განვაცხადებთ.